უშედეგო რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოები ბაკურიანთან ოთაოშორის გზაზე მთის ფერდობზე ჩამოწოლილი თოვლის მასის ქვეშ ერთი ადამიანია მოყოლილი. შემთხვევა დღეს მაშინ მოხდა, როცა მთაზე დამსვენებლების ჯგუფი ბურანებით სეირნობდა. ეს არის ბაკურიანი ტაბაწყურის მონაკვეთის სოფელ ციხისჯვრის ტერიტორია. მამაკაცი, რომელიც ზვავმა ქვეშ მოიყოლა, ადგილობრივია. საძიებო ოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენი სამაშველო ჯგუფები იყენებდნენ დრონებსაც. ჩართვა შემთხვევის ადგილიდან ნინო ფისაძე ისაუბრებს ახლა პირდაპირ ეთერში. ნინო, რა ვითარება დღის ბოლოს ადგილზე და რას ყვებიან თვითმხილველები? დიახ, თამთა ძებნაშვილის ოპერაცია უკვე 2 საათია შეწყდა. ზვავსაშიშროების გამო ადგილზე სამძებრო ღონისძიებების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. 5 საათის განმავლობაში ეძებდნენ მაშველები 48 წლის მამაკაცს, რომელიც ზვავში მოყვა. ტერიტორია უკვე დატოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა. 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო ღონისძიებები. პროცესში ჩართული იყო ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, თუმცა რთული რელიეფის გამო გზა საკმაოდ მიუვალია და ხევია იქ. ვერტმფრენმა დაჯდომა ვერ შეძლო, თოკებით მოხდა ჩაშვება მაშველების შემთხვევის ადგილზე. როგორც გითხარით, თითქმის 5 საათის განმავლობაში ცდილობდნენ მაშველები 48 წლის მამაკაცის პოვნას. 5 ადგილობრივი დღეს დილით გავიდა თოვლმავლებით მთაში, რა დროსაც ზვავი წამოვიდა და თოვლის ქვეშ მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი 4 უვნებლად გადარჩა, მათ თავად შეძლეს სამაშველო სამსახურში დარეკვა. ბაკურიანი ტაბაწყურის გზაზე სოფელ ციხისძირის მთაში მოხდა შემთხვევა. ის ბაკურიანიდან ეს ტერიტორია 15 კილომეტრით არის დაშორებული. ხალხი არის წასული და ახლა ვერ მიდიან. ძალიან დიდი მასაა. არავინ არ იცის ჯერ რა მოხდა და როგორ. ბაკურიანელები 5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით იყვნენ წასულები, ეგრეთ წოდებული ბურანებით. რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა და ერთ-ერთი ადამიანი მოიყოლა. 4 ადამიანი არის სამშვიდობოს გამოსული, ხოლო 1 ადამიანი კვლავ არის მოყოლილი თოვლის მასაში. ვინაიდან ადგილი არის ფეხით მისასვლელად ძალიან რთული, სასწრაფო წესით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაგზავნა ვერტმფრენი. შესაბამისი რაოდენობის მაშველები გადაყვანილები არიან ადგილზე. ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურ კოორდინაციაში არის, ყველა ჩართული არის. საჰაერო დახმარებაც იყო, მაშველები ჩამოვიდნენ თბილისიდან. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, როგორც ვიცით. მაშველები სამძებრო სამუშაოებს უკვე ხვალდილიდან გააგრძელებენ, მას შემდეგ რაც ზვავ საშიშროების რისკი მოიხსნება. მადლობა, ნინო ფისაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.